დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წლის შემდეგაც ხალხი თავისუფლების დამოუკიდებლობის დასაცავად სწორედ ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას. ეს დღე ჩვენია. ამ სათქმელით გამოდიან დღეს ქუჩაში საქართველოს მოქალაქეები. 107 წლის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მასშტაბური აქციებით უწევთ დამოუკიდებლობის, თავისუფლების, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. დღის 3 საათიდან დაიწყო სწორედ შეკრება ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე. აქ ის თავისუფალი ადამიანები გამოვიდნენ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან საქართველოს ისტორია და მზად არიან, რომ დაიცვან საქართველოს მომავალი, საქართველოს ევროპული მომავალი. დღეს 5 სხვადასხვა ადგილიდან მოიწყო მსვლელობა და დიდი ერთობა საქართველოს მოქალაქეებმა სწორედ აქ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე აჩვენეს. იმ გამზირზე, სადაც ისტორიულად წყდებოდა საქართველოს ბედი, საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს გამზირი წელს ქართულმა ოცნებამ დამოუკიდებლობის დღის ასარჩევად არაირჩია, რადგან მათ უჭირთ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრა, უჭირთ ქართველი ხალხის პირისპირ დადგომა. თუმცა ქართველი ხალხი ფიქრობს, რომ რუსთაველის გამზირზე აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს დამოუკიდებლობის დღე და ეს არის ის მიზეზი, რის გამოც დღეს სწორედ ამ გამზირზე ბევრი სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულობის ადამიანი დგას, რადგან მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა ყოველდღიურად სჭირდება. პირველ რიგში სრულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს დაბადების დღეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი თითოეული ჩვენგანისთვის. 26 მაისიდან დღემდე უამრავი რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო 9 აპრილი, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი, სუვერენიტეტის და დღევანდელი დღე ჩემთვის პირადად რა თქმა უნდა ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც ციხის კედლებში არიან და ელოდებიან თავისუფლებას. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე დადგება და სრულიად საქართველოს დაბადებასთან ერთად იზეიმებს სამართლიანობას. დღეს მართლა კიდევ უფრო მეტი დატვირთვა და მეტი მნიშვნელობა შეიძინას, სწორედ მაგიტომ რომ ამდენი პატიმარი ყავს, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას საფრთხე ემუქრება ის, რომ კარგავთ იმას, რაც დიდი ბრძოლის ფასად არის მოპოვებული და ავიცი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში პოლიტპატიმრები გამოვიდნენ გარეთ. ულოცავ კიდევ ერთხელ ყველას აქ მყოფს და სახლში მყოფს და სრულიად საქართველოს ამ დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც მოვიპოვეთ ძალიან დიდი შრომის, ძალიან დიდი სხერპლის ფასად სამწუხაროდ და ამას ვერ დავთმობთ, არ დავთმობ და დღეს თუ ასე პირდაპირ არ გვებრძვის რუსეთი, თუმცა 2008 წლის ომი ძალიან კარგად გვახსოვს, დღეს რაღაცნაირად ჰიბრიდულ ომში ვართ, ჩვენ გვყავს პატიმრები, რომლებიც აი ამ ჰიბრიდული ომის შედეგი არის, რეალურად შედეგებია და ამიტომ ეს ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე გავათავისუფლებ. 26 მაისი მათი დღეა, თავისუფლების დღეა. ჩვენი იდენტობის, ჩვენი ერთობის დღეა, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა და ძალიან სამწუხაროდ ეხლა ამ საუკუნეში, 21 საუკუნეში გასულია მეოთხედი უკვე, ჩვენ გვყავს სინდისის პატიმრები და მათი წინაპარია სწორედ მერაბ კოსტავა. ეს არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ბრძოლა უწყვეტია, ეს ბრძოლა არის მათი თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა არის 26 მაისის გამარჯვებისთვის, რომ 26 მაისმა საბოლოოდ გაიმარჯვოს საქართველოში. საქართველო კვლავ დაგიცავ ამ სათქმელით ბევრი ადამიანი გამოვიდა დღეს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე და ამ დრომდე აწყდება ხალხის ნაკადი. ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, მთავარი კულმინაცია 9 საათის შემდეგ იქნება. თქვენ ხედავთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სამზადისი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია. აქ გიგანტური ეკრანი არის გაშლილი, ხმის გამაძლიერებელი დამონტაჟებული არაერთი. სწორედ ამ სცენაზე დღეს აქ შეკრებილი ადამიანები ნახავენ
ფილმს, რის შემდეგაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიმართავს აქ შეკრებილ ადამიანებს, დღესვე მოისმენენ აქ მყოფი ადამიანები ჩვენი ისტორიული მეგობრების, ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მიმართვებს, მილოცვებს, ისინი დამოუკიდებლობის დღეს მილოცავენ სწორედ საქართველოს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე დგანან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც, მათი შვილების, მეუღლეების სახელით და აცხადებენ, რომ დღევანდელმა დღემ მათთვის დამატებით დიდი დატვირთვა შეიძინა და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მათი შვილები სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო არიან ახლად ხეობაში. მნიშვნელოვანი იყო, აი ძალიან და ყოველთვის რაღაცა აღნიშნავდით. ეხლაც რა თქმა უნდა დღეს ძალიან ემოციურად და ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ სანამ არ მოვიპოვებთ სრულ თავისუფლებას, მაინც რაღაცა ცოტა დანაკლისი ვითმაქვს და აი როცა მოვიპოვებთ სრულ თავისუფლებას, ეს დღე იქნება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენთვის, იმიტომ რომ დღემდე გვიწევს აი ამ თარიღის მნიშვნელობის დაცვა და რა თქმა უნდა ბოლომდე გავაგრძელებთ მის დაცვას. ბიჭებს ულოცა 26 მაისს აუცილებლად. ძალიან ნათელი მაგალითი არიან ბიჭები, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და რომ თავისუფლებაზე დამოუკიდებლობას ბოლომდე ჭირდება ბრძოლა. ძალიან მძიმე არის, როგორც სასიხარულო, ასევე მიჭირს, იმიტომ რომ შარშა მე და ირაკლი ვიყავით ჭავჭავაძის მარშზე ერთად მივყვებოდით. დღეს მარტო მიწევს, მაგრამ მარტოც ვერ ვიტყვი რომ მიწევს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდით. ჩვენ დამოუკიდებლები ვიყავით 99 წლის მერე და დამოუკიდებლები ვიქნებით ჩვენი კოსტავას სიტყვებით, რომ უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და აუცილებლად შევინარჩუნოთ. ყველა პატიმარს მიულოცავთ დღევანდელ დღეს, ყველა პატიმარს გავანთავისუფლებთ. შეიძლება ადგილი არის სხვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გონებით, ფიქრებით, აი мотивაციით, რა мотивაციით და ჩვენ აქვთ გავარ, ჩვენი ბიჭები ზუსტად ეგრე არიან, ჩვენთან ერთად არიან და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ 26 მაისს ისეთ საქართველოში ვიზეიმებთ, რომელიც საქართველოსაც ვიბრძვით. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ანუ ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეს არის ჩვენი სიტყვის თავისუფლება, ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და ადამიანობის ელემენტარული დამოკიდებულება. ჩვენ აუცილებლად ამ დღეს შევინარჩუნებთ შესაბამისად და ღირსეულად როგორც ქართველ ხალხს შეესაბამება. ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე გროვდება სინდისის პატიმრებისთვის წერილები, აქ მოსულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს წერილი და გაუგზავნოს სინდისის პატიმრებს, ადამიანებს, რომლებიც სწორედ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და რეჟიმმა ისინი ტყვეობაში გამოკეტა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს წერილები ძალიან მალე პენიტენციურ დაწესებულებებში დაიგზავნება და ყველა პატიმარი შეძლებს მათ სახელზე გაგზავნილი წერილი წაიკითხონ. აქ გრძელდება ზეიმი, შეიძლება ითქვას 26 მაისთან დაკავშირებული, აქ ყველას ჯერა და ყველას წამს, რომ საქართველოს ისტორიას არავინ არ დაივიწყებს და საქართველოს მოქალაქეები ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება. როგორც გითხარით, ოფიციალური ნაწილი დღევანდელი ღონისძიების დაახლოებით 1 საათში დაიწყება, აქ სამზადისი უკვე ღონისძიებისთვის ფაქტობრივად დასრულებულია, ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ადგილზე